მოგესალმებით, ანუ კითხვა არის ხოლმე, როგორ შევავსოთ კითხვა იმისთვისა, კითხვა იმისთვის, რომ შევავსოთ თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები, რომ შეივსოს ანკეტა ვიზისთვის, ანუ იქაურ მთავრობას, იქაურ უწყებას აინტერესებს თქვენ შესახებ ინფორმაციას. ინფორმაცია შეიცავს შემდეგ სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, გაქვთ თუ არა ხელი მოწერილი ქორწინებაში ხარ გაშორდი, ქვრივი ხარ, სად დაიბადე, რა დაამთავრე, უნივერსიტეტი, კოლეჯი, რა განათლება გაქვს, მშობელი სახელი, გვარი, დაბადების თარიღები, დაბადების ადგილები, შვილების რაოდენობა, მათ შორის ყოფილი მეუღლეები, ზოგჯერ რა ქვეყნებში ხარ ნამყოფი, თქვათ ბოლო 5 წელი. გაქვთ თუ არა ჯარი მოხდილი, ანუ სამხედროში იყავით, რა წოდება გაქვს, როდის შეხვიდე, როდის დაამთავრე, პლუს ამის გარდა ინფორმაცია მეუღლეზე, ხელის მოწერის თარიღი, სახელი, გვარი, თუ განქორწინებული ხარ, განქორწინების რიცხვი, თვე, წელი და ასე შემდეგ. ესეთი თქვენი სამსახური, ყოფილი სამსახური და ესეთი ინფორმაცია აინტერესებს სრულად. ამისთვის თქვენ უნდა შეხვიდეთ აი ამ საიტზე. ესე აკრიფავთ, მაგალითად, ვიზები.gr, შეხვალთ ამ საიტზე, მე იქ არის ეს ამერიკის ვიზა. ქვემოთ რო ჩამოხვალთ, ეხლა ეს თუ ამერიკას ეხება, თუ არა კანადა აქ არის, იგივე პრინციპი, დიდი ბრიტანეთია, ირლანდია, იაპონია, სამხრეთი ავსტრალია, ახალი ზელანდია. ყველას თავთავის ანკეტები. კითხვები განსხვავდება. ხედავთ, აი აქ არის ისე იმისთვის, რომ საკონსულტაციო ვიზის ინტერვიუზე პირველ რიგში უნდა გადმოიწეროთ ეს უნდა გადმოიწეროთ. Word-ის ფაილი არის, Word-ი უნდა გქონდეს დაყენებული და შემდგომ გახსნით. ან არის მეორე ვარიანტი. თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ, გახსნით ესეთ Word და როცა შეავსებთ აი ამას დააჭერეთ ხოლმე შეინახეთ. და ეს კითხვა არის შევსებული, გამომიგზავნოთ იმედზე. ან მეორე ვარიანტი, ცარიელი უნდა ამოგეჭდოთ, ხელით შეავსოთ და 6 გვერდია გადავუყოთ სურათი, ჩამიგდოთ თქვათ WhatsApp-ში. ოღონდ სრულად უნდა გასცეთ პასუხები რა, დაბლაბ არ გამოვა. ეხლა ნახეთ რა ხდება. თქვათ თქვენ ავსებთ, კითხვა არის. სახელი, გვარი, პასპორტიდან, კაბანაძე, ირაკლი თქვათ. ქართულად როგორ იწერება ირაკლი, კაბანაძე, თქვათ პირადი ნომერი. ქონდა თუ არა თქვათ სხვა გვარი. გამოგეთ თქვათ ეხლა ქალ გოგოებს ეხება უფრო ქორწინებაში იცვლიან ხოლმე ზოგი გვარს. აი ესე დაწერთ გიორგოვი, ვიყავი ქორწინებად და თქვათ თუ არ შეგიცვლი, არ შემიცვლიას დაწერთ. შემდგომ ახლა ამ ეტაპზე როგორ ხარ თქვათ არასდროს არ მომიწერია ხელი ქორწინებაში ხარ, ანუ ხელი მაქვს მოწერილი. გაშორებული ნიშნავს ხელი ქონდა მოწერილი და გააწერე უკვე. გაშორებული და ქვრივი არის, ქონდა ხელი მოწერილი და მეუღლე გარდაიცვალა. ესეთი 4 ვარიანტია სულ და ეს უნდა დაწერო ეს როგორ ხარ. შემდგომ გეკითხება დაბადების თარიღი 15 აპრილი 15:30 დაწერე. სად დაიბადე თბილისი, საქართველოს. გაქვთ თუ არა სხვა მოქალაქეებთან ბინადრობები, პერმესო, თქვათ კარტა პაბიტო პოლონეთის, ანუ თქვათ რაღაც ქვეყნის ისა ბინადრობის მოწმობა გულისხმობენ. ან რუსეთის მოქალაქეა, ამერიკის, ან რავი, ნებისმიერი კანადის, ან საფრანგეთის, ან სომხეთის, ყველაფერი აქ უნდა ჩამ. თუ გაქვთ პასპორტი, პასპორტის ნომერიც უნდა იყოს. დაწერთ თქვათ რუსეთის მოქალაქეობა, ან იტალიის პერმესო და მის ნომერს თქვათ ჩამოწერთ, მარჯვნივ ზემოთ წერია ხოლმე პასპორტის. პასპორტზე უნდა უფრო ნომერი. შემდგომ არის ესეთი კითხვა. ესეთი ისა, აჩეროთ. ნახოთ, გადავიდეთ, ხო. ვთქვათ ესე დაწერეთ. შემდგომ ეს თუ არა გაქვთ გამოტოვებთ, რა ქვეყანაში ამ მომენტში ფიზიკურად ცხოვრობ, არა ის რომ თქვათ თქვენ ისა რა ქვია, ჩაწერილი ხარ და რა ფიზიკურად სადაც ეხლა იმყოფები. თქვათ საქართველოს იმერეთი, ქალაქი ზესტაფონი, საფოსტო ინდექსით იაწერეთ, მე მგონი 6 ხო სიტყვაზე. რა ქუჩაზე ხარ თუ გამზირდ, თქვათ შოთა რუსთაველი. რაიონი, კვარტალი, თქვათ კორპუსი 15, სახლი, სადარბაზო პირველი სართული, 3, ბინა 15, თქვათ ეს მისამართია ახლა ტელეფონი, თქვათ ესე უნდა დაწეროთ, თქვათ მეორე ტელეფონი გაქვთ ესეც. რა ელექტრონულ პოსტებს იყენებდით ბოლო 5 წელი, ესენი უნდა ჩამოწეროთ ესე, პასპორტის ნომერი, მარჯვნივ დააკვირდით ძალიან ზუსტად დეტალურად და აქ ვადა მისი გაცემის და ვადა მეორე. დეტალურად ნახეთ და თქვათ რიცხვი თვე წელი, თქვათ გაცემულია 15 ნოემბერს, ესე ჩამოწერთ ვის მიერ იუსტიციის სამინისტროს მიერ. დაგიკარგეთ პასპორტი. არა, თუ დაგიკარგეთ, ჩამოწერთ როდის დაკარგეთ, რა ვითარებაში და რა პასპორტი იყო, რა ქვეყნის. და რომელ წელს დაკარგეთ ესეც.
თქვათ, წასვლის მიზეზი სტუმრად მივდივარ, თქვათ, დასთან. თუ სასტუმროში ტურისტულად სასტუმრო ეს და ეს, ერთჩვენებთ ნებისმიერ სასტუმრო. ბილეთის და სასტუმროს ჯავშანის გაკეთება არა აუცილებელი. ჩასვლის თარიღი თქვათ, 1-3-4 თვე წინ გადათვალეთ მინიმუმ, ახლა სანამ ვიზას აიღებ, ახლა 1-2 თვე უნდა, მერე თქვათ, წასვლისით. თქვათ, გინდა 15 თებერვალს წახვიდეთ. ან რაღაც რიც თვე მაინც და წელი უნდა იცოდე 2026 წელს. თქვათ, ახლა ნოემბერი 25 და წინ ახლა გადათვლი 1-4 თვეს და რამდენი ხანი გინდა გაჩერდე 1 თვე. 2 თვე, 3 თვე მაქსიმუმ ნორმაა. ახლა 6 თვე გიშვებენ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ბოლომდე უნდა ამოწურო. თუ თქვათ, ახლა დასთან მიდიხარ, დის სახელი გვარი ინგლისურად, მისი მისამართი თქვათ, 12 ბროდვეი, თქვათ, დინა 15, ქალაქი ბრუკლინი, ნიუ-იორკი შტატი და ეს არის აპოსტო ინდექსი. თუ სასტუმროს ის სასურე ბუკინგის ლინკით ჩააგდოთ აქ. თუ არა, მე თვითონ დავჯავშნებ ის სასტუმროს, დავჯავშნე რა, მიუთითებ. თუ ახლობელი ან ოჯახის წევრი, მისი ტელეფონი, თუ არა, სასტუმროს ტელეფონის ნომერი. მისი თქვათ, ვისთანაც მიდიხარ, იმის ელექტრონული პოსტა. ვინ გიხდის ზაურობასთან, მე ვიხდი თქვათ, ან თქვათ, დაიხდის, მიუთითებ დას, თავის მისამართად. ვისთან ერთად მიდიხარ იქ თქვათ, არა ვისთან მარტო, ან თქვათ, მივდივარ დედასთან ერთად. დედას სახელი გვარი ჟუნა თქვათ კაპანაძე ესეთნაირად. ხარ ამერიკაში ნამყოფი. თუ არა, არას დაწერ. თუ კი, მართვის მოწმობა ამერიკის არ ამიღია, ვიყავი თქვათ. ბოლო 5 ჩასვლა არის საჭირო. თუ არ გახსოვს, როდის ჩახვედით, უნდა აიღოთ. ესეთი რაღაცა გააკეთოთ. უნდა აკრიფოთ აი ეს 9-4 ახლა გუგლში 9-4 გამოვა ასეთი რაღაცა. და იქ არის ეს ისტორია, ჩასვლა და წამოსვლა. არივალ არის ჩასვლა, დეპარტურეს არის უკან წამოსვლა ამერიკიდან. აჭერთ ამას. რა შეყავს თქვენი სახელი ინგლისურად პასპორტში როგორცაა გვარი ინგლისურად პასპორტში დაბადების ის ჯერ თვე მაგალითად მაისი 05-15/15 და დაბადების წელი 1980. ვინ გასცა ჯორჯიამეს პასპორტი და პასპორტის ნომერი თქვათ 1-2 AB რაღაცა მარჯვნივ ზემო წერია 1-2-3-4 თქვათ და მე დააჭერთ კონტენს და იქ ჩამოგიწერთ როდის იყავით თქვენ ამერიკაში თუ ეს არ გახსოვთ ეგ ინფორმაცია ახლა გადავდივართ ისევე დავუბრუნდეთ ჩვენ ანკეტას და ყველაფერს ჩამოწერთ. თქონდა თუ არა თქვათ ამერიკის ვიზა, თუ ქონდა კი, არ ქონდა არა და თუ ქონდა ვიზის ნომერი მარჯვნივ ქვემოთ არის წითლად. აქ დაწერე რა კატეგორია B1, B2 ან F1 სტუდენტური. როდის გაიცა ის ვიზა და მისი მოქმედების ვადა ვთქვათ 15-04 ვთქვათ 20-მდე იყო. პირობითად. და არ გამიუქმეს ქონდა როდისმე თუ არა უარი ამერიკის ვიზაზე. ინც რომ მოეცათ, მაგრამ თუ ქონდა უარი, უნდა დაწერო კი ქონდა უარი ამერიკის ვიზაზე. პეტიცია თუ იყოს შენზე ჩამორება ნიშნავს, რომ იმიგრაცია თუ აქვს მშობელს ან ქმარს ან ამერიკის მოქალაქეს ან გრინ კარტი არის შენზე ჩამორებული, თუ არა აქ არასწორ. თუ აკი ვისთან მიდიხარ, თქვა დასთან ნინო კაპანაძე, მისი მისამართი, თქვა ამერიკის, სადაც ის ცხოვრობს ფიზიკურად. გეკითხება შენი მამის გვარი, თქვა კაპანაძეა, გიორგი, როდის დაიბადა რიცხვი თვე წელი. ამერიკაშია მამა არა, თქვა დედის გვარი კაპანაძე. თქვა ქორწინებამდე გიორგობიანი იყო. გვარა თუ შეიძლება მამის გვარზე გადავიდა, რაც ხელი მოაწერა, ორივე გვარს წერ. დედის სახელი ინგლისურად ნონა თქვა 15 აგვისტო 1960 დაიბადა ამერიკაში არა. ვინ ყავს ამერიკაში? ამაში შედის დედა, მამა, და ძმა, შვილები, მეუღლე, ხელმოწერილი მეუღლე. ყველა უნდა მიუთითოთ აქ. ვინც არის ამერიკაში და რა სტატუსი აქვს, თქვა ნინო კაპანაძე არის, დაიკო აქ გრინ კარტი. ან გადასულია მექსიკით. მერე შემდეგი და ყველა უნდა ჩამოწეროთ ვინცა. ეხლა იქ ბებია, ბაბუა, დეი და მამი და ესენი ნათესავად არ ითვლებიან და ეგენი არ ეთითება. ხელმოწერის მეუღლეს
გვარი და სახელი ვთქვათ. მეუღლე არის იორგობიანი მანანა ვთქვათ. პასპორტით ეგრე ხელმოწერილი მეუღლეს დაბადების ის როდის დაიბადა 15 მაგალითად აპრილი 1982 წელს. დაბადების ადგილი ვთქვათ ხაშური ვთქვათ საქართველოს ჯორჯიან საქართველოს ხაშური. ხელმოწერის მეუღლეს მოქალაქეობები ვთქვათ ჯორჯია საქართველოს რუსეთი და თუ ორი მოქალაქეობა. მეუღლე საცხოვრობს ვთქვათ ახლა შეიძლება ამ მომენტში სად არის მეუღლე ვთქვათ არის იტალიაში რეგიონი ქალაქი ნაპოლი და ვთქვათ ქუჩა ეს სასურველია ინგლისურად მივთითოთ როგორც ნაპოლი ვთქვათ თუ შენთან ცხოვრობს ქუჩა ვთქვათ ვია ალტერა მაგალითად 15 ვთქვათ კორპუსის სახლი 15 ინა ვთქვათ მე 17 დაქორწინების ხელი როდის მოაწერეთ ვთქვათ 15 თებერვალს 2015 წელს ვთქვათ თუ განქორწინდით ან გარდაიცვალა მეუღლე ეთითება ეგ თუ არა დაწერთ არა თუ ქრივია და გარდაცვლილი მეუღლის სახელი გვარი ვთქვათ ეხლა თუ გააწერეთ ხელი 15 და სოჩი გააწერეთ ხელი ან გარდაიცვალა ვთქვათ ვინ იყო მანანა გარდაიცვალა აშორების მიზეზი ან გარდაიცვალა ან გავაწერეთ ხელი ესეთნაირად დაქორწინების ხელის მოწერის ადგილი ვთქვათ თბილისის იუსტიციის სახლი ვთქვათ ეხლა ნახეთ რა ხდება ეხლა თქვენ განათლებაზეა კითხვა შეგიძლიათ დაიწყოთ სკოლით ან გამოტოვოთ სკოლა თუ სკოლა მაინც არ ასწავლებელო უფრო კოლეჯი ტექნიკუმი ინსტიტუტი უნივერსიტეტი ესეთი ტიპის ვთქვათ ეხლა თქვენ ისწავლეთ სამედიცინო კოლეჯში medical კოლეჯი ხო სამედიცინო კოლეჯი თბილისში როგორც აიღეთ თქვენი დიპლომი და იქ როგორც წერია ის ინგლისურად ისე ჩაწერთ მისამართი სადაც დადიოდი თქვა თბილისში ილია ჭავალზე გამზირი ერთი ვთქვათ ვარ გახსოვთ ან რაიონი მაინც ვაკე სიტყვაზე თბილისში რაღაც სწავლის სწავლა იწყება სექტემბერში ვთქვათ სექტემბერში დაიწყეთ 1999 წელს და თქვათ 3 წელი იქ იარეთ ამთავრებენ ხოლმე მაისი ივნისი ივლისში ვთქვათ რომელთვის ვთქვათ ივნისში დაამთავრეთ 2002-ში დაწერეთ ესე თვე და წელი აუცილებლად თვეც უნდა დაწერეთ რამდენი კურსი დაამთავრეთ 3 კურსი ფაკულტეტი სამედიცინო სტომატოლოგია ვთქვათ ავიღე დიპლომი ავიღე დიპლომი შეიძლება მერე ვთქვათ სამედიცინოს მერე ვთქვათ თქვენ ჩააბარეთ ილიას უნივერსიტეტში ვთქვათ ილია სახელმწიფო ვთქვათ ილიას ინგლისურად სასურველია დაწეროთ მისამართი სადაც დადიოდეთ თბილისში მაგალითად მერაბ კოსტავა ქუჩა 15 პირობითით რა და როდის ვთქვათ ამის მერე ისწავლეთ დაწეროთ თვე 2002 და 4 წელი ვთქვათ ისწავლეთ და უმარტოთ ამას ასე გამოდის რამდენი კურსი 4 კურსი წელი ფაკულტეტი მაგალითად იურიდიული სამართალი დიპლომში ნახავთ ბაკალავრის რეზულტატი რა ბაკალავრის დიპლომი ეს უნდა ჩამოწეროთ მერე ვთქვათ
ასპირანტურა, მაგისტრატურა და ყველაფერს ესე ჩამოწერთ დეტალურად. ხო, ეხლა ნახეთ რა ხდებათ. აქ უკვე სამსახურს გეკითხებათ ბოლო 5 წელი. სად იმუშავეთ. დააკვირდით. ეხლა საიმიგრაციო ანკეტაში უფრო მეც გეკითხება. იქ. ეხლა რა არის აი აქ? სახელმწიფო ისა. თქვათ სად მუშაობდით ბოლო 5 წელი. მოდით ეხლანდელი სამსახური დავწეროთ. მაგალითად თქვენ მუშაობთ მაგალითად კომპანია შეპეს LLC იწერება, ვთქვათ შეპეს ინგლისურად სასურველზე Sun Rise, ვთქვათ ესე ქვია კომპანია. სად დადიხართ? თბილისი, მისამართი, ვთქვათ ფიზიკურად სადაც ოფისში დადიხართ. სახლში ხართ, ესე თუ ინდმე წარმე ხართ, დაწერით ინდმე წარმე და სახლის მისამართი. და აქ რა ეთითება თბილისი, მაგალითად ქუჩა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა 15. მანდრეთ. როდის დაიწყეთ რომელთვის მუშაობა? სექტემბერი იყო 2023 პირობითად. მუშაობ დღემდე. თანამდებობა გაყიდვების მენეჯერი. რა ესე დაწერთ. გაყიდვების მენეჯერი. თუ იქ ხარ თანამდებობა გაგთხართ ზოგი ან შეიძლება მენეჯერი არ იყოს და თქვა არის მძღოლი რაღაც უთითებს იმას შენი უფროსის სახელი გვარი თქვა ან განყოფილების გვარი ხო გიორგიანი თქვა სახელი და გვარი თქვა ლაშა გიორგობიანი. საიდენტიფიკაციო კოდი სასურველია თუ არა გამოტოვეთ. შენი მოვალეები თქვათ პროდუქციის გაყიდვა. მოკლედ, ხელფასი თქვა 3200 ლარი გაქვს. ტელეფონის ნომერი მქონდა. საიტზე არის ხოლმე. ან მაგალითად საიტი თქვა ტელეფონი ბატონ უფროსის მაგალითად 5-15-20 კატეცა. ეს ერთი სამსახური ჩამოწერეთ, მაგრამ თქვათ ახლა შეიძლება თქვენ ახლა ნოემბერია 2025 და აინტერესებთ ეს ნოემბერი 2020-დან ბოლო 5 წელი. თქვათ მანამდე თუ სხვა სამსახური ქონდათ, მაგალითად მუშაობდით სამშენებლო კომპანია ლუქსი. ლუქს მაგალითად შეპეს ლუქს დეველოპმენტში ხო სიტყვაზე. მისამართი. სად დადიოდით? ოფისში თბილისი ილურის ქუჩა ვთქვათ 17. როდის დაიწყეთ იქ აიხსენეთ ვთქვათ იყო დეკემბერი 2021 წლის და მიმუშავეთ ვთქვათ 2 წელი დეკემბერი 2023 წლამდე ვთქვათ იქ იყავი მძღოლი უფროსის სახელი გვარი მირზა იობაშვილი ვთქვათ ვალეობა ვატარებდი სამსახურის უფროს მანქანით. ვთქვათ ესეთნაირად ჩამოწერ ხელფასი ვთქვათ 2000 ქონა ლარი ტელეფონი თუ გახსოვს ვთქვათ უფროსის 5 რვა ესეთნაირად ჩამოწერ. ვთქვათ თუ კიდე ქონა სამსახური კიდე ჩამოწერ. ელფოსტები მაგალითად თქვენი ელფოსტები იკავა რამზე ნახო კომსიტყვაზე ჯარში იყავი თუ არა ქვეყნებში თქვა ჯარში სადაც იმსახურა ამაში შედის სამხედრო კათედრაც უნივერსიტეტი თქვა უნივერსიტეტი თქვა მარლივი კორპუსი თქვა იყო 15 ოქტომბერი 2004 წელი თქვა იყავი შეკრებებზე 15 დეკემბერი 2004 წლამდე 2 თვე. რა მოგცეს წოდება თქვა რიგითი მცირე სერჟანტი
ვთქვათ, ან ლეიტენანტი. რა სწავლობდი? არტილერია. აი ესეთნაირად. სად იყავით ჯარში? ან თქვათ ეხლა საქართველო ფოთში სამხედრო ნაწილი მცირე სერჟანტი იყავი სიტყვაზე. ავიაცია სიტყვაზე. ავიაცია ვთქვათ, ავიაციაში როდის წახვედი? ვთქვათ, იყო 15 სექტემბერი 2005 და როდემდე ვთქვათ 10 სექტემბერი 2007-მდე. ვთქვათ, ესე მოიარე ჯარი, აი ესეთნაირად უნდა ჩამოწერო. ბოლო 5 წელი რა ქვეყნებში იყო? საქართველო, ვთქვათ, თურქეთში იყავი. აი მიფრინავდი იტალიაში, მაგრამ თურქეთში იყო ტრანზიტი. თურქეთი, ტრანზიტი ვთქვათ დაწერე, იტალია. რა ქვეყნები? ვთქვათ, იტალიიდან ავტობუსით წახვედი საფრანგეთში, საფრანგეთი. ბოლო 5 წელი. კითხვა ესეა. ან გავლით, ან ავტობუსით, ან ჩავლით, ან ვთქვათ, რა ვიცი, ან ჩახვედი, ჩამოხვედი. მაგალითად მე იყავი მალტაზე, ვთქვათ, კვიპროსი, ვთქვათ, სომხეთი, აი ესე უნდა ჩამოწერო ყველა ქვეყანა ბოლო 5 წელი. რა ენებზე საუბრობ, ვთქვათ, ქართული, რუსული, ვიცი, ცოტა. ორგანიზაცია თქვათ, ახლა ქართული ოცნება შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს რაღაცა კავშირი, ვთქვათ, მეტალურგიის რაღაცა კავშირი, ეს უნდა ჩამოწეროთ. რაიმე დეპორტაცია თქვათ, შეიძლება ვიღაცა დაადეპორტეს თურქეთიდან, იტალიიდან, დაწერო, აკრძალვა ქონდა. ქონდა დეპორტი თურქეთიდან, ან თუ არ ქონდა, არ მქონია დეპორტი. ხვდით, ნასამართლეობა, რომც გავიდეს დიდი დრო 20 წელი 30, მე სიმართლე უნდა დაწერო. რომც გაქარწეს, ანულირება მოხდეს, ის შენასაც უნდა ჩამოწერო, რომ მქონდა, ჩავიდინე ეს და ეს, ყველაფერი უნდა რომც იყოს მოხსნილი. აქ Facebook ლინკები. აი ესეთნაირად უნდა ჩააგდოთ, აი შედავთ ესეა ლინკები. ესეთნაირად აი აქ ჩააგდოთ ლინკები. და ეს არის ძირითადად ამას ეხლა მე შეინახო ბოლოს და შევსწრებო კეთოს თქვენ მე გამომიგზავნოთ. არის ხოლმე ესეთი მომენტი კიდე არის თქვათ ნახეთ ესეთი